მე წინაზე ვახსენე ენერგია, სასიცოცხლო ენერგია, ხანდახან ხან სულიწმიდას ვახსენებდი, ხან ცის, ხან პრანას, რის მეშვეობითაც ხო შეუძლებელია ცოცხალი არსების არსებობა დედამიწაზე და ეს არის ამ გალამას, ამ სისტემაში გალამა, ეს არის ტიბეტური სიტყვა და დატოვეს. ეს იგივე რაც სულიწმიდა. ის რაც აი ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ შევისუნთქავთ, ეს არის პირველი პირობა რომ 12 გრძნობა განვითარდეს, ამ სასიცოცხლო ენერგიის დაგროვება უნდა შეგვეძლოს. ადამიანის სრულყოფილება, მისი სხეულის, ჩვენი ცხოვრებაში კეთილდღეობა, ჯანმრთელობა დამოკიდებული ამ 12 გრძნობაზე, ხო როგორ აღვიქვათ, მაგრამ რაზეა დამოკიდებული ეს 12 გრძნობა და ანუ როგორ განვავითაროთ ეს 12 გრძნობა, რა პირობებია აუცილებელი. სუნთქვარი აი ეს დიაპაზონი. და მთელი ჩემი პროგრამირება თქვენის, ჩემიც ყველაფრის ხდება ამ დიაპაზონში. ეს არის გაუთვითცნობელი ტიპის სუნთქვა და რაც რამ შემოდის გაუთვითცნობიერებლად ხდება ზედება ჩემზე და იწვევს ჩემ რეფლექსებს, ანუ რეფლექსების შექმნას, რეაგირების ტიპს და ასე შემდეგ. ამიტომ რაც აქ ხდება, ეს რო შევცვალო, მე რაღაცა უნდა შევცვალო. აი ეს არის გარკვეული ტიპის სიხშირე და გარკვეული ტიპის მოცულობა, ხო, ინფორმაციის. თავს ზემოთ რომ ავხტე, მე აქ ვერაფერს ვერ ვიზავ. ანუ ერთი და იგივე ქმედება იწვევს ერთი და იგივე შედეგებს, ხომ? თანახმახართ. ყველანი ამას ეთანხმებით? და მე რო შევცვალო შედეგი, მაშინ ქმედება უნდა შევცვალო და როგორ? მაშინ უნდა შევცვალო სუნთქვის ტიპი. როგორც კი სუნთქვის ტიპი შევცვალო, მე უკვე შემეძლება თავზემით ავხტე. რას ნიშნავს? ის პროგრამა, რაც მე გაუთვითცნობიერებული სუნთქვის დროს მემართება, ანუ რაც შემოდის ჩემში, მე შემეძლება ეს პროგრამა გადავწერო. იმიტომ რომ მე უკვე აქ შეგნებულად ვიწყებ ზრდი დიაპაზონს აღქმისას და ენერგიის. ანუ ჩემში უკვე შემოდის რამდენიმე პარამეტრი. აქაც შემოდის ენერგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არის საკმარისი იმდენად, რომ აი ჩვენ ყოფირებაში დილიდან საღამომდე გავტანოთ თავი. ვიარსებოთ. თუ კი მეტი გვინდა, მაშინ მეტი უნდა გავაკეთოთ. და ეს არის ინდივიდუალური ტიპის სუნთქვა, მე წინაზე ვილაპარაკე. ეს არის დედისეული სუნთქვას ეძახიან, ეს არის მატრიცა, ეს არის მატერია, მაია და ასე შემდეგ. აი ეს არის მაია. მაიას რო გავახციოთ ეგრეთ წოდებული ილუზიას, ვერ გავახცევთ ამ დიაპაზონის, ამ სუნთქვის დიაპაზონში, შანსი არ არის. იმიტომ რომ ისედაც ამ პროგრამაში ვართ. და როგორც კი მე ღრმად ჩავისუნთქავ, ამოვისუნთქავ და ვათვიცნობიერებ სასიცოცხლო ენერგიას და ვათვიცნობიერებ სად უნდა მიმართო, ისე უკვე მე ვაფართოებ, ხსნი კარებებს უფრო ფართოდ და მაშინ მე უფრო მეტი ინფორმაცია ჩემში უფრო მეტი ინფორმაცია შემოდის. ეს არის დედისეული სუნთქვა. ეს ისეთი ტიპის სუნთქვა, როდესაც დედა თავისი პროგრამა, სუნთქვის ძალა, შთაბეჭდილება ჩასახვის პერიოდში დაადო ნაყოფს. მერე მთელი 9 თვის განმავლობაში დედა სუნთქავს გაუთვითცნობიერებლად და ბავშვი ამ პროგრამაში აგრძელებს თავის ცხოვრებას. გავაგრძელებთ ხო გასაგები? ანუ კავკასიური იოგა მიმართულია დედისეული სუნთქვის ჩანაცვლებით, ინდივიდუალური სუნთქვით. რომ მე მატერიალური შთაბეჭდილებები შევცვალო ინდივიდუალური შთაბეჭდილებებით. მთელი ეს სისტემა ამაზეა მორგებული. ეს რას მაძლევს? მიხსნის ეგრეთ წოდებულ ენერგეტიკულ არხებს, შესაბამისად იძლება ენერგეტიკის შემოსვლა და მიაქტიურებს იმ ცენტრებს, რომელიც მე მიცვლის აღქმადობას. და ტვინზე მუშაობის საუკეთესო ტექნოლოგიაა კავკასიური იოგა. ჩვენი ქცევა რაზეა დამოკიდებული ტვინზე? ეს ყველაფერი ხო დედისეული სუნთქვა რაზეა ისახება ტვინზე. ეხლა მე გეტყვით აი როგორ. ეს არის დედის ორგანიზმი. დედამ თავისი გრძნობათა ორგანოებით რაღაცა აღიქვა. და დავარქვა ძირითადად ხო სტრესული რაღაცა იყო. თუ ეს ენერგია აღემატება და ძალიან ხშირად ეს ეხება დედის ადაპტაციის უნარს და ამ ენერგიას აქვს ყველა მოვლენას, ენერგიას, ემოციას აქვს ტროპიზმი, ანუ რას ნიშნავს? გარკვეულ მერიდიანთან და ორგანოსთან აქვს სიხშირებრივი თანხვედრა. მიხვდით რას ვამბობ? მაგალითად მე დავინახე ვიღაცას ეჩხუბა დედას აგინებს და მეც გავბრაზდი. იმ მოვლენამ გამოიწვია შესაბამისი ვიბრაცია ჩემში და დაარტყა იმ არხს, რაც ამ ემოციაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად ღვიძლზე ან აღლის ბურთზე. მაგალითად. და დედა ხო იღებს ესეთ შთაბეჭდილებებს აი ცხოვრების განმავლობაში.
9 თვის განმავლობაში. ეს შთაბეჭდილება ესე რომ ვთქვათ, შედის და იწვევს ამ მერიდიანებში საშიშროცხლო ენერგიის ცვლილებას, ხარისხობრივს და რაოდენობრივს. ეს რას აყალიბებს? ტვინზე მოქმედებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მატერიალურ შრეში იმართება ტვინით და აყალიბებს ქცევას, ხასიათს, კომპლექსებს და მიდრეკილებებს. და ეს ადამიანი რო იბადება, ფაქტობრივად მოწყვლად მდგომარეობაში იბადება. და თუ კი გააგრძელა მე ამ ადამიანმა იმ გარემოში ცხოვრება, კიდევ უფრო უარეს მოწყვლად მდგომარეობაში გადადის, კიდევ უფრო დაზიანებულ მდგომარეობაში გადადის. და ჩაკეტილი ჯაჭვია, ეს მანკიერი და ვერ გამოდის. და აი ცუდი ბავშვობა ქონდა და იმიტომ გახდა ესეთი ადამიანი, ხო, ესეთი ტირანი, ესეთი სადისტი და ასე შემდეგ. რატომ? მისმა მოვლენება, რა თქმა უნდა, ის დამოკიდებულია კიდე სულს რა ინფორმაცია მოაქვს. და თუ სულში რაღაცაა ჩაწერილი, ის პროგრამას კონსტრუქციულს ვერ მოახდენს განახორციელოს, იმიტომ რომ მატერიამ თავისი პროგრამა დაადო. და უშლის, ვერ, ანუ აი ეს გახსნა ამ პროგრამის ვერ ხერხდება. და თუ სულს ცუდი პროგრამა აქვს, ხო, მაშინ რეზონირების პრინციპია, სულ მირდება, იმას შემოიტანა, აქაც ცუდი იყო და კიდევ უფრო უარეს ვიღებთ. ანუ კონსტრუქციულს თრგუნავს და დესტრუქციულს კიდევ უფრო ზრდის. ეს არნიშნავს, რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე, მაგრამ რატო ვერ მივდივარ წინ და თავზემოთ ვერ ხვდებით? იმიტომ რომ ესია მოწყობილი ეს რეალობა. ვიფიქრე ენერგიაზე, ჩავისუნთქე შეგნებულად და მივმართე სადღაც, всё, მე უკვე სისტემაში ვარ. მე უკვე ვადგები მატერიალური პროგრამის დარღვევის ჩემზე, რაც ნეგატიური ზეგავლენის შემცირების გზას. რა შვება ინდივიდუალურ სუნთქვას ნერვული სისტემა მოყავს წონასწორობაში. თქვენ ჯერ არ გისუნთქიათ და დღეს უნდა ვისწავლოთ ინდივიდუალური ტიპის სუნთქვა. ანუ თქვენ ჩვეულებრივ დიაპაზონში სუნთქავთ, ხო, სულ ამბობდი, ჩვეულებრივად ჩაისუნთქეთ, ჩვეულებრივ ამოისუნთქეთ. იმიტომ რომ აქ ამ წინა მოსამზადებელ პერიოდში იყო საჭირო გაწონასწორება და კონცენტრაციის უნარჩვევის გამოიმუშავება. კონცენტრაციაზეც უკვე ვილაპარაკე, რომ კონცენტრაცია, ეს ინფორმაცია ყველასთვის უკვე ცნობილია, ხო? 3 წელიწადზე აგებული ეს სისტემა პირობითად სული, ფიზიკა, გონება და შესაბამისად ეს 3 პარამეტრი უნდა იყოს წონასწორობაში. ერთი წარსულშია მომართული, ხო, კეფა, შუბლი, აწყო, თხემი, მომავალი, კიდევ ერთხელ უბრალოდ ჩავარაკროკოთ. ცხოველური ძალები შეესაბამება ქვედა ცენტრებს, სულიერი თხემს, ინტელექტუალური შუბლის. კი ბატონო, თუ შეკითხვები გაქვთ, დამისვით, ეხლა მოგცემთ ორ ესე ვთქვათ, თილისმას. ერთი ვარჯიში ააქტიურებს, აწყნარებს, ძალას აძლევს ნერვულ სისტემას, თუ კი გაქვთ აპათია, სასოწარკვეთილება, დაღლა, მეორე კიდე ქრონიკული და დაწყებით დაავადებების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირველი ვარჯიში ეს არის ჩასუნთქვის დროს და ეს ნაჩვენებია, როდესაც ყველაფერი ინგრევა, ვაიმე არაფერი გამომდის. სუდათ არის ყველაფერი საქმე, სასოწარკვეთილი ვარ, აპათიაში ვარ, მაშინ ეს ვარჯიში ნაჩვენებია ზუსტად ამ დროს. ეს არის ჩასუნთქვის დროს. რას ვაკეთებ? მაქსიმალურად ვცლი ფილტვებს, გუმკერდი გამართულია, სულ ხერხემალში გამართულია. და ჩავისუნთქე 1, 2, 3. ჩავისუნთქე მაქსიმალურად. შევისო ფილტვები და მერე როგორც კი შევისო კიდევ 1-2 ყლუპი უნდა გავაკეთო ჰაერის. და შევიკავე ჰაერი. 10 წამის განმავლობაში. შემდეგი სუნთქვითი ვარჯიში. ეს არის ამოსუნთქვის დროს. ამის ჩვენებაა. ეს ვარჯიში ასუფთავებს სისხლს, ამიტომ ბევრი ქრონიკული დაავადებების დროს კარგი იქნება. იგივე პრინციპია, ოღონდ ამოსუნთქვის დროს უნდა გავაკეთო. ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე მაქსიმალურად. დავცალე და всё. აღარა მაქვს ფილტვებში ჰაერი, მაქსიმალურად და 10 წამი უნდა შევიკავო. ვისაც არ შეგიძლიათ 10 წამი, რამდენიც შეგიძლიათ. მე ისევ ჩავისუნთქე. თუ მე მიჭირს მე ამოსუნთქო, შეგიძლიათ 1-2 ჯერ კიდე გააკეთოთ ჩასუნთქვა. ანუ თავი არ მოიკლათ. მე ისევ ამოვისუნთქე. შევიკავე 10 წამი, თუ ვისაც შეგიძლიათ მეტი და ისევ ჩავისუნთქე. ამოვისუნთქე, შევიკავე 10 წამი და ასე რამდენიმე მისვლა, 5-6 მისვლა.
წინა ვარჯიშისგან განსხვავებით, ეს ვარჯიში შეგიძლიათ ყოველ საათში გაიმეოროთ. დაბინძურებული გარემოა, საკვები არ გვივარგა, წყალი არ გვივარგა, აერი არ გვივარგა. უმეტესობას გაცხიმოვნება გვაქვს, იქ ათეროსკლეროზი გვაქვს, ისა გვაქვს, ესა გვაქვს. ეს ბევრს ჭირდება. და წავედით ახლა პირველი არკანი, პირველი სუნთქვითი ვარჯიში. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი აფრიამაშვილი, ოჯახის ექიმი, რეფლექსოთერაპევტი, მანუალური თერაპევტი, ოსტეოპათი და კავკასიური იოგას ექსპერტი. ჩვენ ისევ განვაახლეთ კავკასიური იოგის სუნთქვითი გამაჯანსაღებელი პრაქტიკის შემსწავლელი კურსები და მე მინდა კიდევ ვისაც გსურთ რომ დაეუფლოთ ამ უნიკალურ ცოდნას და შესაძლებლობებს მოგიწვიოთ ახალ ჯგუფში. ეს არის ძალიან ეფექტური გამაჯანსაღებელი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლიათ თქვენი მენტალური, ფიზიკური და ფსიქოემოციური გაჯანსაღება. თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო ლექციები და პრაქტიკები და რაც მთავარია, სწაფრი, უსაფრთხო და ეფექტური. კავკასიური იოგა რატომ არის უნიკალური? ის მუშაობს სუნთქვისა და კონცენტრაციის მეშვეობით იმ სისტემაზე, რასაც ნერვული სისტემა ქვია და თავის ტვინი. ვისაც აინტერესებს, ვიწვევთ, მობრძადეთ და ჩვენ მზად ვართ, რაც შეგვიძლია ის ცოდნა გადავცეთ.